გამარჯობა, მე ვარ ლელა მებურიშვილი, მსახიობი და ტელეწამყვანი და ძალიან მიხარია რომ დღეს სრულიად განსხვავებულ ადგილას ვხვდებით ერთმანეთს YouTube-ზე. დღეს ვარ ბარსელონაში, დილაა. ცოტა გავიყინე, მაგრამ იმედი მაქვს რომ კარგი მზიანი ამინდი იქნება და ერთად დავათვალიერებთ ულამაზეს ბარსელონას, მოვინახულებთ საოცარ დაფარულ საინტერესო ადგილებს, არა ტურისტულად, არამედ ისე როგორც აქ ადგილობრივი მცხოვრები ადამიანები გვირჩევენ. არხის გენერალური სპონსორია არქი, ნომერ 1 დეველოპერი საქართველოში. წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც ერთი შენობის მშენებლობა 140 წლის წინ დაიწყო და დღესაც არ დასრულებულა. 2 კვირის წინ დაახლოებით გუმბათი დაადგეს, საბოლოო და წელს უნდა დასრულდეს ულამაზესი La Sagrada Familias მშენებლობა, რომელიც აი ახლა ჩემს ზურგს უკან ჩანს და სადაც მინდა რომ შევიდეთ და დაგათვალიერებინათ. ბარსელონაში ვართ და თუ ბარსელონას ეწევით, აუცილებლად პირველი უნდა მოხვიდეთ და ნახოთ ეს ჯადოსნური შენობა. Sagrada Familia არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი, რომელიც მდებარეობს ბარსელონაში. მისი მშენებლობა დაიწყო 1882 წელს. ძალიან მალე პროექტი ჩაიბარა ცნობილმა არქიტექტორმა ანტონიო გაუდმა, რომელმაც ტაძარს უნიკალური ბუნებით შთაგონებული დიზაინი მისცა. ასეთი მითი არსებობს, რომ თითქოს გაუდი ამბობდა, ჩემი დამკვეთი არ ჩქარობსო. დამკვეთში ის ღმერთს გულისხმობდა და მართლაც 1882 წელს დაწყებული მშენებლობა ახლა უახლოვდება ბოლოს. ტაძრის საბოლოო სიმაღლე არის დაახლოებით 172 მეტრი, რაც მას ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკლესიად აქცევს. ეს ნამდვილად არ არის უბრალოდ ტაძარი, ეს საოცარი ხელოვნების ნიმუშია. შიგნით რომ შედიხარ, სინათლე ისე ეცემა სვეტებს, თითქოს ტყეში ხარ. არქიტექტურა აქ ბუნებას გავს. Sagrada Familias ფერადი შუშები ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დეტალია ტაძარში. ისინი ისეა შექმნილი, რომ მზის შუქი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფერად ანათებს ინტერიერს. ამ შუშების წყალობით ტაძრის შიგნით სინათლე მოძრაობს და ფერები იცვლება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სივრცე ცოცხალია და მუდმივად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტურისტული ადგილია, აუცილებლად შიგნით შედით და ნახეთ, არც ესე დიდი რიგი იყო. თუმცა თუ ძალიან ტურისტული ადგილები არ გიყვართ, ჯობია მოინახულოთ Poble Español. წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც რამდენიმე წუთში შეგეძლიათ იმოგზაუროთ მთელი ესპანეთის გარშემო. სწორედ ასეთია ღიაცის ქვეშ შექმნილი პატარა ქალაქი, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია ესპანეთის სხვადასხვა რეგიონების არქიტექტურა, ქუჩები და ტრადიციები. ეს ადგილი 1929 წელს აშენდა როგორც ექსპერიმენტი. არქიტექტორებმა ქვეყნის ასობით ქალაქი და სოფელი მოიარეს, რათა ზუსტად გადმოეცათ მათი სტილი. დღეს აქ სეირნობისას თითქოს ესპანეთის სხვადასხვა კუთხეში ხვდები. პატარა მოედნები, ქვის ვიწრო ქუჩები, ხელოსნების სახელოსნოები და ადგილები, სადაც დღემდე მზადდება ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები. მაგრამ Poble Español ეს მარტო არქიტექტურა არ არის. ეს არის ადგილი, სადაც იგრძნობა ესპანური კულტურის რიტმი, მუსიკა, ხელოვნება, ფესტივალები და ყოველდღიური ცხოვრება. ამიტომაც მათთვის, ვინც აქ ჯერ არ ყოფილა, ეს სივრცე შეიძლება იყოს ყველაზე სწრაფი გზა იმის გასაგებად, როგორი მრავალფეროვანი და ცოცხალია ესპანეთის კულტურა. თუ Poble Españolis უკან გზას გაგრძელებთ, მოულოდნელად სრულიად სხვა სივრცეში აღმოჩნდებით. ფართო კიბეები, შადრევნები და მთისკენ ამავალი გზა, რომელიც მიგიყვანთ მუნჯუიკის ფერდობზე. ეს ადგილი ცნობილია თავისი შადრევნებით, რომელსაც სრულიად დამსახურებულად ჯადოსნურ შადრევნებს ეძახიან. მართლა გასაოცარი ადგილია. მთის წვერში კი კატალონიის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმს ნახავთ, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. გული გიწუხდება, ღმერთო რა მაგარია. აქ ხშირად ნახავთ ქუჩის მუსიკოსებს და ცოცხალ მუსიკასაც მოისმენთ. ერთ-ერთ
ყველაზე ხალხმრავალ და პოპულარულ ქუჩაზე ლარამბლაზე გასეირნებას თუ გადაწყვეტ, იცოდეთ, რომ ტურისტების ჯგუფებს ვერ აცდებით. აქ ერთმანეთში ირევა ტურისტი, ადგილობრივი მუსიკოსი, მხატვარი და რა თქმა უნდა, ულამაზესი შენობები, თითოეული თავისი ისტორიით. ეს არის ბარსელონას ხმაურიანი, ცოცხალი და მრავალფეროვანი ქუჩა. აქვე ახლოს იპოვით კასა ბატიოს, ულამაზეს შენობას და დაახლოებით 7 წუთში ფეხით მიხვალთ კასა მილასთან. აი ხა მოვედით ისევ და ისევ გაუდის ულამაზეს შენობასთან, კასა ბატიოსთან, რომელიც ყველაფრისგან განსხვავებულია, რაც აქამდე ყოფილა ამ ქალაქში. ეს არის ხელოვნების ნიმუში. აქ შეიძლება მიხვდეთ, როგორ ერწყმის ხელოვნება ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს. დავით. კასა ბატიო ცხაპრიდან გადმოსულ სახლს მაგონებს. მისი ფასადი გატეხილი კერამიკის ნაჭრებით არის შექმნილი. ნაკლებად ცნობილი დეტალია ისიც, რომ შენობის სახურავის ფორმა ბევრისთვის დრაკონის ზურგს ასახავს, ხოლო კოშკზე არსებული ჯვარი წმინდა გიორგის შუბს. ეს ინტერპრეტაცია უკავშირდება კატალონიის ერთ-ერთ მთავარ ლეგენდას. აურალამაზია. სულ რამდენიმე წუთში კასა ბატიოდან იპოვით კასა მილას, გაუდის კიდევ ერთ შედევრს, რომელსაც ადგილობრივები ლა პედრერას, ანუ ქვის კარიერს უწოდებდნენ. აბსოლუტურად განსხვავებული შენობებია და თან როგორ იგრძნობა, რომ ერთი ადამიანის შექმნილია. აშენობის დროს შენობა იმდენად უცნაური ჩანდა, რომ ქალაქში დიდ კამათსაც იწვევდა, თუმცა დღეს ბარსელონას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ლამაზ შენობად ითვლება. თუ მოახერხებთ და ამ ულამაზეს შენობებში შიგნით შეხვალთ, ნამდვილად არინანებთ. ეს არის სივრცე, რომელიც ამოუწურავია. აქ ხვდები საცხოვრებელი შენობის და ხელოვნების იდეალურ შერწყმას. თუმცა თუ დროში შეზღუდული ხარ, მე არჩევანს საგრადა ფამილიაზე გავაკეთებ. თუ ცენტრიდან კიდევ 10 წუთი ფეხით გაივლით, გოთიკურ უბანში აღმოჩნდებით. მე-14 საუკუნის ულამაზესი არქიტექტურის ზღაპარში, რომელიც კინოს კადრებს გავს. შენობებს იმდენი პატარა უცნაური დეტალი აქვთ, რომ საით გაიხედო არ იცი. თითოეული კუთხე, ქუჩის პატარა სავალი შენობის დეტალი უდიდეს ისტორიას იწევს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომ ამ უბნის ქვეშ მდებარეობს რომაული ქალაქის ნანგრევები. თანამედროვე ქუჩების ქვემოთ ჯერ კიდევ შეიძლება ნახოთ ძველი ღვინის ქარხნები, ქუჩები და კედლები, რომლებიც თითქმის 2000 წლის წინანდელია. არხის გენერალური სპონსორია არქი, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში. რა თქმა უნდა, ბარსელონა, როგორც ყველა სხვა ქალაქი, მხოლოდ ძველი არქიტექტურა არ არის. თუ ქალაქის სული გინდათ შეიგრძნოთ, უნდა ნახოთ ძველის და ახლის სინთეზი. ამიტომ გადავწყვიტა ბარსელონას ახალი უბანით დამეთვალიერებინა. დღეს ქალაქის ბევრი თანამედროვე უბანი ძველი ქარხნების ადგილზეა აშენებული. სწორედ ასეთია დიაგონალ მარ. ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც იპოვით გამწვანებულ ეზოებს, სპორტულ სივრცეებს, საერთო სამუშაო ზონებს და უსაფრთხო გარემოს ბავშვებისთვის. ჩემთვის ქალაქს ქმნის სწორედ ეს ძველის და ახლის სინთეზი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი შენობა, როგორც ვთქვი. მოდი ვნახოთ. ბარსელონას ახალი უბანი საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანთან, თორნიკე შენგელიასთან და მის მეუღლესთან, სალი ჯუღელთან ერთად მოვინახული. მე ძალიან მიყვარს ახალი უბნები და ახალი სახლები. ძალიან მომწონს ძველი არქიტექტურაც და მომწონს, როცა დავდივარ ქალაქში და ვნახულობ იმ ქალაქის რაღაც სულს და არქიტექტურას, მაგრამ საცხოვრებლად როცა ვირჩევ, ახალი მომწონს. შენ როგორ ხარ? კი, გეთანხმები დასათვალიერებლად, ალბათ უფრო ძველი არქიტექტურა უფრო საინტერესო არის, მაგრამ საცხოვრებლად კი გეთანხმები რა, უფრო ახალი. ბევრი პლუსი აქვს. ძალიან მომწონს ხედი. თბილისში არ გვაქვს ესეთი ხედი, მაგრამ ბათუმში გვაქვს და თბილისში გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო აი ესეთი შენობები და წამოწყებები, რომ აი ესეთ ამაზე უკეთესი კიდე კომპლექსები გქონდეს. არქის კომპლექსები მახსენდება, რომლებიც არის პრემიუმ, ძალიან მაღალი დონის და არანაკლებ კარგი ხარისხის პროექტები და Grand Avenue, რომელიც ახლა არის აი რა ვიცი, ტოპ ყველაზე მაგარი. Grand Avenue არის თბილისის ახალი ცენტრი, რომელიც დინამოსთან ახლოს მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ შენდება გვირაბი, რომელიც ახალ კომპლექსს ცენტრალურ თბილისს უკავშირებს. ყველაფერი ერთად ქმნის თბილისის ახალ ურბანულ ცენტრს, სადაც ცენტრამდე გადაადგილება რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი. რომელ პროექტშიც თითქმის ყველაფერია გათვალისწინებული და შექმნილია პირობები, რომ ადამიანმა იცხოვროს, ხო? როგორც
ვისაუბრეთ ჩვენ ბაღების, სკოლები და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა რაც არის ეს რეკრეაციული ზონა 75% აქვს დაწესებული. ეს მიდგომა გარკვეულწილად გავს იმ მოდელს, რასაც დღეს ბარსელონაში ახალ საცხოვრებელ კვარტლებში ვხედავთ, სადაც ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ერთ სივრცეშია გაერთიანებული. ესეთ პროექტები, რავი, სიმართლე გითხრა, ბევრი პროექტი მოხსნა ნახე ევროპაში, ალბათ ერთ-ერთი ტოპ პროექტი არის, არა მარტო როგორც პროექტი, არამედ ხარისხის მხრითაც. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ხარისხი. Grand Avenues არქიტექტურა ეკუთვნის Veya Pois, ლანდშაფტის დიზაინი კი Bob Earleys. არქის ძალიან კარგი პრემიუმ პროექტები აქვს, მაგალითად, როგორიც არის Grand Avenue, King Tamari, Lisi Sunrise და სხვა. კომპანია ბაზარს მაღალი ხარისხის და უპრეცედენტო პროექტებს თავაზობს. არქის პორტფოლიოშია 55 დასრულებული და 31 მიმდინარე პროექტი, მათ შორის პრემიუმ პროექტები და გვყავს 52,000-ზე მეტი არქელი. დღევანდელი დღე ბარსელონაში აღმოჩენებით სავსე იყო. კიდევ ერთხელ დავწმუნდი, როგორ შეიძლება ერთ სივრცეში, ერთ ქალაქში სრულიად ჰარმონიულად თანაარსებობდეს ძველი ულამაზესი შთამბეჭდავი შენობები და ახალი თანამედროვე თამამი არქიტექტურული პროექტები. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ძველმა ქალაქმა, ამ ულამაზესმა ქუჩებმა და საოცარმა არქიტექტურამ, მაგრამ სასიამოვნოდ გამოუცა ქალაქის ახალმა ნაწილმა, სადაც კომფორტი და თანამედროვე მოთხოვნილებები რეალურ სახეს იძენს. კიდევ უფრო მეტად გახარებული ვარ, იმიტომ რომ ხედავ საქართველოშიც არის მსგავსი მასშტაბის პროექტები და შენდება ახალ-ახალი მაღალი ხარისხის საოცარი კომპლექსები. დღევანდელი ჩემი მოგზაურობა ბარსელონაში დასრულებულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აღმოჩენები ამით არ დამთავრდება და კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს, კიდევ მოვინახულებთ ახალ საინტერესო ქალაქებს და აღმოვაჩენთ თქვენთან ერთად საინტერესო დაფარულ ადგილებს.